იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. წავიდა ბიჭები აბათიანიცით დღეს არ მარცხინე ხა დავაიდო ვოიდო ვანიკო დედიკო ადექი რამე საახალწლო ტანსაცმელი ჩაიცვი ახალი წელია დე რა დე საახალწლო ტანსაცმელი ჩაიცვი რამე დედიკო ვერ გავიგე რა ვერ გაიგე შვილო სკინი ჩაიცვი საახალწლო სკინი აუ ჯიგარი ხარ დე ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე ეხლავე ჩავაცმევ საახალწლო სკინს ის ჩააცმევ შვილო შენ თვითონ ჩაიცვი შენ თვითონ მადლობა დე აი ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს თუ ბალიშის ქვეშ შეყო პატარა ხელს ნაღანანი საჩუქრებს მინდა რომ მეც ვიყო შენთან ვანიკო დავაიზონა გვიახლოვდება დეიდა მე გიახლოვდები დეიდა მე ვანიკო ადექი დეიდას სიხარულო და დეიდას ლამაზო ადექი ჩაიცვი გამოიპრანჭე რა ხდება დე რა ხდება და ახალი წელია რაიმე რა იყო ხალხო ამდენადრე 2022 წელი მოდის რომელი წელი მოდის 2022 წელი ხო დედა მიხატავები ხო 2019 წელს გაუკეთდა ამ თამაშს აპდეიტი ანუ აპდეიტი და ამდენი წელი გავიდა ხალხო აქ ვზივარ უარ ხატა ამას რა უთხრა 2026 მოდის რა შოქში ჩავარდება კარგი რა ბანიკო ადექი დეიდა ადექი ზაკე ძალიან მაგრამ რა ყოფილა სიყვარული ოხ მე თორა ძნელია ნეტა ამ გოგოს ამ ფილმის გარდა ნანახი არაფერი არა ცოტა შევწუხნით დედიკო გირჩევ კაი რომანტიკები ვიცი გამარჯობა გილოცავთ ახალ წელს აი ჩვენც მიდი ბიჭები არ შემარცხინო წავიდა ვაფხიზლო იქნება გამარჯობა ვანიკო ვანიკო გამარჯობაო ვანიკო happy new year მარიკო ვანიკო რა ხდება მარიკო გამარჯობა მინდა ახალი წელი მოგილოცო ვანიკო დაწყება კაი ანუ შენც იცი ეს რაღაც ახალი წელი და რაღაც ამბები რა მინდა რომ 2026 წელს ისეთი სიხარული გისურვო რომელიც არომა ჯერ არ გწევია მინდა რომ ისეთი ბედნიერი იყო ვანიკო როგორი ბედნიერებაც არასდროს არავის ქონია მინდა რომ ისეთი სიყვარული გეწვიოს რომელზეც ვანიკო სიგნებს დაწერე მინდა რომ ყველა ამ სიყვარულზე საუბრობდეს მინდა რომ ყველა ამ წიგნებით დაიზარდნონ ვანიკო მე შენ მიყვარხარ აუ რატო გაჩერდი დედა რატო გაჩერდი რა მომხოდა ეხა მაგ სიმღერამ 5 ადამიანი დავქილე და შოინდა მაინც ხადაგდება ბოთქეა ეს კარგი რა გოგო რა სიტყვებს ეუბნება და სიმღერა აუ ეს არის ეხა თავიდან ჩახტი კიდე დაიწყე და რაღაცეები რა ახმალი არ დაყარო შვილო გააგძელე ვანიკო ნახე ზელატოსი მოგიტანე შენ რო გიყვარს ხო არ ღადაო აუ ზელ კრანჩია აუ მადლობა მარიკო შეიძლება კი აკრანჩუნე ან გაქრანჩე აუ ძალიან მიყვარს მარიკო მადლობა რა მირთვი ვანიკო კიდე მაქვს შენთვის საახალწლო საჩუქარი ვანიკო საგზური გიყიდე რა ხდება რა ორი ბილეთი ჩეხეთის ვა მაგრამ მოიცა ორი ბილეთი რა თქმა უნდა ორი ბილეთი რავი ვანიკო მეც არ ყოფილვარ ჩეხეთში და
რავი, ჩეხეთი მეც ძალიან მაინტერესებს როგორია. ერთი მოიცა. შენ და ერთი ვიღაცას, ვისაც ძალიან აინტერესებს როგორია ჩეხეთი. აუ, აუ, ჩეხეთი. აუ, ჩემ ძმაკაც თომას აინტერესებს ძალიან, მაგრამ აიცი როგორ გაუსწორდება? დავეშჩებით იმენა რაღაცა კიბერტურნირი არის, მე მგონი თან. მადლობა მარიკო რა, ძალიან ჯიგარი ხარ. დავაი ბიჭები, დავაი. მარიკო. კაი, მარიკო. ვანიკო! ხოდი შევიზონა. კარგად შევდე მარიკო. ვანიკო! რა ხდება, მარიკო? ვანიკო, მკერდი გავიდიდე კიდე ოდნავ. მე რამდენად მარიკო ინფექცია არ შეგეჭრას. გავა. მარიკო. რა უცნაური გოგო არის ეს? დაბრუნდა. დაბრუნდება, ხო იცი? მოდი დაჭი. ან უცნაური გოგო არის გეფიცები. კარგი რა, ვინ არის კარგი რა, უცნაური შვილო, რა, ვანიკო? კარგი რა. მართლა რა. გამოგათიშე ცოტა ხანი. აი დეიდა რა, ეხა ზონა მოდის, ამის გათიშვა იქნება. ზონა კი არა, ცხენის წელი მოდის, შვილო. აი მე რა, ზონა უფრო მნიშვნელოვანია. ადექი, რაღაცა, გაიარა. აუ, დედიკო. ხო. რაღაცა უჰაერობა არის რა. გიხვეწები რა, გაანიავე ოთახი, რაღაცა თითქოს რატო? სული მეხუთება რა. ისმის. დედიკო, 10 წლის წინ რომ მაიკა ჩაგაცვი. შიგნით რო გაცვია ეხლა. ეგ დაგიპატარავდა, ეთყობა და გუდავს, შვილო. გადექი, გამოიცვალე, დედა. დედიკო რა, აი გიხვეწები რა. დეიდა მოუკვდეს ამას. რა გავაკეთე? ვერ ვაკეთებ ვერაფერს. ხო, ვერ ვაკეთებ. თავზე ვანიკო, იცი რა ვიფიქრე? რა. მოდი, აბა მარიკო. აიფიქრე. ცოტა ჩუმად წამოდი და დამინახავ შეგობა. რავი, ხედავ. აქედან მოუარე ჩუმად შეჩემა. შეჩემა? შეჩემა და ჩემიც, რავი. ჩემა. შენა. შენ ძმა სამამდე დაითვალე, ნელა მომიახლოვდი, ერთად ჩავხდეთ, დაგიჭერ და მერე შევიდეთ. ვანიკო. 1 2 და 3 ვანიკო. აი მე მარიკო რა საკეთე? რა ვიცი ვანიკო, რავი, ჩუმად მოდი შეჩემაო და მე რა ძვაგას ველაპარაკებოდი, შენ მაგას როგორ გაკადრებდი? რატო ვერ მაკადრებდი? მე ეგ მაკადრე ვანიკო. კარგი რა. შენ მოდი ბიჭო, შენ რა თავიდან ჩამოხტი, მე რა პრობლემა არის? ვანიკო. არ გესმის? ვანიკო. ახალი მაგარი ამბავი გინდა გითხრა? რა ამბავი? მოკლედ ჯეტია გამოდის 2026-ში. მიუდგა, ნახე. ჯეტია ახალი. გამოდიოდა 2026-ში, გადაიწია 2027-ში გამოდის ჯეტია. აი მე 3 ღამე ვეძებე რაღაც ამ კიბერთამაშზე, იქნებ რაღაც ახალი ინფორმაცია მოვიძიოთ ხო და მოვიძიე, მაგრამ აი 2027-ში გამოდისო. აი დედა გადაიწია. მაგრამ სხვათა შორის მარიკო 2026-შიც არანაკლებ მნიშვნელოვანი და კარგი თამაშები გამოდის. მინდა გითხრა, მოიცა მე მელაპარაკები ვანიკო? ანუ დიალოგში შემოხვედი? ხო 2026-ში ძალიან მაგარი თამაშები გამოდის. მართლა? ვაუ! რა თამაშები გამოდისო? ანუ რაო? მარიკო ერთხელ კიდე შემაწყვეტინებ თამაშს და ამ ჯოისტიკს გადაგაყლაპებ. მე რამდენად უნდა მომკლან რა, კარგით ხალხო რა. გეხვეწებით რა. თამაშო ვითამაშო რა, კარგი დედიკო და დედიკო რა. კი ბატონო, როგორც გინდა ვანიკო. კაი მარიკო, შენ არი ნერვიულო. აუ თავიდან უნდა ჩავხტე. ვანიკო, ახლავე ფეხსი ადექი და მოდი ჩემთან. ვანიკო, მოდია. შეიძლება კარგიც იყოს ეს მდგომა. ვანიკო, თვალებში შემომხედე და მითხარი. ჩემში ყველაზე მეტად რა მოგწონს? ახლოს მოდი. მიდი. შენში ყველაზე მეტად ხო, მიდი და მოგწონს. არ ვიცი რა. იაზრე. შენში არ ვიცი რა. არ მოგწონს არა დაფიქრდი. კაი, არა უშავს, მეტი დეტალებისთვის ახლავე გასაგამი, რა საკეთებ, მარიკო, გეხვეწები რა. გამოხედვა მომწონს შენი. აი ეგ. შენი გამოხედვა. რატო არა? ჩემი სექსუალური გამოხედვა მოგწონს ვანიკო? კი. მოდივარ ერთი წამი შემოსული ვარ ეხლავე ერთი წამი მაცადე შემოდივარ ჩამოხტი მე რას მეუბნები აკელა თუ მელაპარაკები რა ვიცი სხვა არ არის ჩემ გარდა კლანში ვანიკო
ზელატოსი ხო გაქრანჩე უკვე ერთი. ვანიკო, ზელატოსი ხო გაქრანჩე? ზელატოსი გავქრანჩე ძალიან. გინდა კიდე გავქრანჩოთ? ზელატოსი? ხო. ბევრი მაქვს. იქეთ. აუ ზელატოსის გაქრანჩვა კი მინდა ისე კი. სიამოვნებით. ხო და წამოდი ვანიკო და მე და შენ გავქრანჩოთ ერთად. ზელატოსები გაქვს ბევრი? ზელატოსები მაგი? თელ საძინებელში. ყველგან. აუ დედიკო, ხო დედიკო გეხვეწები რა. მარიკოსთან გავვალ რა, ცოტა ხანი ზელატოს გავქრანჩავ და მოვალ მალე რა, გეხვეწები რა. მიდი დედიკო მიდი, მიდი შვილო. შენ ოღონდ რამე გაქრანჩე დედიკო და სულ მოხვალ თუ გინდა მიდი დედა მალე მოვალ რა. მიდი დედა ზელატოსები გაქვს ხო? არიჩქარო ძალიან ბევრი მაქვს. ვანიკო. Jingle, jingle, jingle bells. Happy New Year. თელხამე გავქრანჩოთ ვანიკო. მიდი წამოდი, დედა არიჩქარო ზელატოს და მეორე კრანჩი ძალიან მიყვარს. Almost რაღაც აი რადგან ადგა ეს ბავშვი აი რას გძნობ იცი რომ მართლა მაგარი ახალი წელი იყო და რატო? აი ამ ფეიერვერკების და საცივის გარეშე და უბრალოდ ყავა და მოთენთილობა. აუ ძალიან ჩემია. აი ეს არის ჩემთვის სრულყოფილება. აი ეს პერიფერიალის სოფლელები ნეტა სად არიან? ძალიან სიმშვიდე ხო არა? არ გამახსენოთ ხო? გეხვეწ. მე წავიდნენ, რავი, ეგრე ამბობენ და გეხვეწები ხა არ მაფიქრო მაგაცზე რა. ხიზილა ლაკთ ხო უკასინჯერა, უკარგეს. ვინ არის? ვინ არის? აუ რავი, მოიცა გალაბა. ძალიან ცუდი სუნი მოვიდა. აუ რავი. არ ველოდებით. შემოვდგი ფეხი მეორე ფეხით თქვენ გენაცვალეთ. მრავალი ახალი წლები. ასე გაკოსებთ ყველას. ცოტა ისე ვარ. უნდა გევერთოთ ამ ახალ წელს და ვიცინოთ აბა რა უნდა ვქნათ მეტი რა შეგვრჩება გილოცავთ ჩემო მოღვამფლულო და მოთენთილო მეზობლებო ახალ წელს რაღაც და ეს არის პედიერა ჯართელად ხვავი ბაქა ყველაფერი კაი თქვენი იყოს აუ რა გინდათ რა იცი ახლა მაშხალის სროლა თქვენ არ იცით სარკმლის გაკეთება თქვენ არ იცით მეფეხეობა თქვენ არ იცით და შემოგხედეთ ხო არიან ცოცხლები გააქვს ვაიმე რა კარგი ნაგა კალო მაგან რა ქვია ბარაკა. აი ამბები ბარაკა. რა კაი ამბები ხალხო რა თქვენ გენაცვალეთ. ხილათ რა შენ კარს გლაზო კი არა აქვს? დედას ნაჩუქარი მაგრამ რა უნდა გაიჭყიტო? აუ მოიცა ხა რა გამოდის რომ ანუ თქვენ ხართ ჩვენი მეკვლეები? მეკლე თავი გამბია ჩვენ ვართ მეფეხეები ანუ მეფეხეები ვართ მაგრამ ნუ გეშინიათ თქვენზე ჩემი მეფეხეობა ახლა არ გავრცელდება იმიტომ რომ პირველი მეფეხეობა საერთოდ არის ბარბალობას ბარბალობაო? ბარბალობა არის. ბარბალობას და ბარბალობას გიგაკუნე და კარი არ გამიღე და იყავით ახლა მასე ჰე რა შვებით ახლა ახალ წელს არ აღნიშნავთ მე აღვნიშნავთ კი ვაცის ვინმე? აჰე კი ასია ბო როგორ სხვანაირად ჩვენ ასე აღნიშნავთ ზოგადად ახალ წელს ესენი ვინ არიან მართლა რა ამათმა არც ახალი წელი იციან არც ბარბალობაზე ლანგივი არც ისი ჭია გოგონობა არც კოხინჯრობა. არც კოხინჯრობა არაფერი არ იციან პირის დაბანა და ყავის მოდუღება იციან მარტო და მაგას ჩემი ლაბრადორიც ქეშვებოდა ზესტამონში აუ არა ძალიან შიპი მიგავია ხელით გოგონა. აი მე ხილად რა არ ხელში რა გიჭირებთ ეს გამოვართვი რა არის ეს გავდები და აი რას დამაყენეთ. დაბრძანდით რა ეს რა არის? ჩიზკეიკი? ჩიზკეიკია ეს არის ნაღდი სოფლის ნატურალური ყველი აგერ. იმერული იმერული ყველი.
ხო, მაგრამ წითელი რატოა? ხო, რა იყო და ახლა სოფლიდან რომ ამ მქონდა მაგი, ხო, მე დო იმასთან, კობოსტონ ჟავესთან ერთად და შეიძლება გედევიდა იწვენი ზედე, კაცო, თუ არ გემოთი არის იდეალური. ისა გაიტანეთ რა ეს გეხვეწები. რა გემიტანო, გიაყვეს, ჭამ, ჩვეულებრივად ამას და ეს ხა წვენი უბრალოდ. არა, ჩვეულებრივი ის არის. რანერი ყველია ეს, კაცო, გაიტანეთ. ახლა ვერ შევჭამთ ამასა, თან სუნია, ხო? შეიძლება დავჯდე ბოდიში. ხა დაჯერდი სტუმრის სისი არიცი, არაფერი არიცი. გამოდი ბიჭო, შენ აქეთ დაჯერდი. დაბძანდით. ჰე, არ შლით ახლა სუფრას. მე გაშლილია. ანუ ეს არის რაც არის, ანუ ეს არის ჩვენი სუფრა. აუ, არის აქტიურო რა. ეს არის გაშლილი სუფრა. სიო! ეს გაცუ? არკმა რა ესენი როზე სტაფონში ჩამეიყვანა. ხო, უვიდათ. შულზე თვალები. უიდე და. აუ ამ ძალიან სასწაულოდ კი. ეს რანაირი საახალწლო სუფრა არის? რა არის? იკიკნებით რა ცხას. ბოდიში რა შევით? იკიკნებით. ანუ იკიკნებით. არიცი რას ნიშნავს იკიკნები? არა ანუ თაროქშია და თაროარქშია და პატარას წეიჭამ რა ცხას. ანუ რაც ხამდერაო? წეიჭამ. ხო. რატო? რატო? რავი, ანუ ეგ. დედა ამას სალიტერატურო იმერული როა რო უხსნა, ისე წინადადებებს კი ვერ გებულობ. წეიჭამზე მარტივი სიტყვა თუ არსებობს. თვითონ სიტყვა გეუბნება წეიჭამ. ანუ პატარა შეჭამე, უცებ. კარგით, რაღაცები არ გვესმის, ახლა სხვა თემაზე გადავიდეთ. როგორ გაატარეთ ახალი წელი? როგორ აღნიშნეთ? რა ვიცი, რა ვარ დაგიბარებია. ო რა რა დამიბარებია, ანუ? არა, რა ვარ დაგიბარებია თქო. ხო და ანუ ვისთან დამიბარებია? საადან. რაღა უქნა. რა ვარ დაგიბარებია, გამოთქმა არ გაგიგონია. ხო და რა დამიბარებია, ანუ? ხალო, გამოთქმა არის ამნაირი, მაგრამ შენ რას გეიგებ? ერთი წინგი არ გაქვს დაკითხული. ვაიმე! დაჯექი რა. ესენი მткиდება. მე გავძლებ ბიჭო. წინგი რა ჯანდაბა. წინგი რა ოქრო რა ჯანდაბა. წინგი, ნუ რო წაიკითხავ გეცოდინე, მაგრამ აჰა, წინგი ყველას კი არა აქვს წაკითხული, მასე კი არა. ესენი რა არის რა? მიირთვით ხიზილალა წითელი, ანუ სასწაულია. სასწაული არის გეტყვი ახლა მე რა იქე რო ქათამს წააგდებიებ თავს და ხო დაფართხალობს იქ და ასე ნაჯახი წრეს რო შემოუხაზავ და შანსი რო არა რო გადასცეს იმას. ეგ არის სასწაული. ესენი მასწავლია ხო? ეგ არის სასწაული. ვაიმე. დაბძანდით რა. რა თქვი? აი მე ცუდად გახდება. ავიდან თქო, ხო, სასწაული ახლა მაგვიცი მე ესეთ ჯირზე ხო დაადებიებ თავს, ქათამს, ასე და ნაჯახს ხო დაკრავ, ერთად დავარდება, ეს იწყებს ფართხას, ეს ქათამი და იგივე ნაჯახს და ასე წრეს მოუხაზავ და შანსი არ შეწყვიტე. ამაზე მაგარი სანახავ. ეს დამაკლევია იქ ქათამივით, მეტი არ მინა არაფერი. ნუ ხერი ხარ ეს შენჯირიბე. და რა გვინოდა? გეხვეწები ერთი სადღიგძელო მათქვევინეთ აქანა, ხო შეიძლება? სადღიგძელოს ვიტყვი ერთს, ხო ვარ მე ესე. განსხვავებული რომ ამცე, რაც ხარ რა. რის განსხვავებული? განსხვავებული, ჩვეულებრივი. რისგან განსხვავებული? განსხვავებული, რაც ხარ, განსხვავებული. ხო და რისგან განსხვავებული, ანუ? ჩვეულებრივი ჭიქით ვიტყვი, არ მინა არაფერია. კაი დაწყნარდი რა. ხო. მოდი რა მინა იცი, ქერო ჩვერო აქანა რო რა ვარც მოვაყვარახჭინებთ, ქერო ჩვენ იმას გოუმარჯოს რა. ხო ხთებით ამონარს, ქერო ჩვერო აქანა რო რაფრაც იმას გოუმარჯოს და გეხვეწები ეს უკრა, ახლა ხალადეცი მაქვს აქანა მოტანილი. რა ვიცი, ამაზე მაგარი თუ რამე არსებობს. სუფრაზე მე აღარ ვიცი. რაო? დაასუნე, რასუნი აქვს? რა არის ხალადეცი? ხალადეცი გეტყვი ახლა რა არის? ღორსო დაკლამენ. ღორის თავს და ჩლიქებს დაჩეხავ კარგად თლიანად.
ჩახარშავ ქვაბში და ეს გაცხელებულს გედეიტან ფორმას და ის თავის ცხიმში რომ გეიქონება, მიიღებს ფორმას. გაცივდება და ეს დაჭი შენზომაზე. ყურებსაც ხარშავ? ყურები დინგი. ოღონდ დიდი ხანი უნდა ხარშო, დიდი ხანი. ხო, რანაირად თვალები, ენა, ყველაფერი ერთად დეიჩეხება და ჩლიქებთან ერთად და ჩაყარე და მე ცივდება და ასეთი გამოდის. გაჩვენე გთხოვ. გასგენაცდი მაუწყეს ამ დაბლება. გაიტრია და გასატისტება თქვენ. თამუნა. რა გინდა ბიჭო, შეგონია ეს ის კანაპეები რო გინდა წამოწმული ჭხირზე თევზი გულისი შემიითარი დაღუპული. წამოდი გეხვეწები. ეგონია. წამოწე ვიღებ მე ამ ხარადესა სახში. მიყოფილა. წამოდი გეხვეწები. გააჩვენე ბიჭო, ცოტა ხანი. ღორის დამჩა იქანა სახში. აბა მთლიანად შევჭამი გოგო იმას უშენო. აი უნდა დაჭამონი. ხალხი არ გამოვა თქვენგან. გამევიკეთე პირს იქანა. სად არის ის თოვლის ბაბუ ამდენი ხანი გოგო, ა? ჯერ ერთი თოვლის ბაბუა არა და თოვლის პაპა, მიშიკო. არ მინდა რა ეს შენი მინი სეპარატიზმი რა, გეხვეწები ახლა რა. სად არიან თქო გეუნები, გავიდა, შესრულდა სადაც. აი მოვა უკვე რა, მოვა, მაგრამ რაც მე მაგათ გამოძახებაზე ვიწვალე. 10 კომპანიაში დავრეკე. და ყველა თოვლის ბაბუა იყო დაკავებული, არ გვყავს საერთოდ და მე ბოლოს 1 საათის წინ დამირეკა ერთ-ერთმა კომპანიამ, რომ გათავისუფლდა ერთი თოვლის ბაბუაო და თუ გინდა გამოუშვებო და მოვა უკვე. ხო მოვა. კი, აი წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს. კი. მამ, ისა, მამ. გახედეთ. მოგძანდით. ბოდიში, ხალბატონო, სათამაშოს ვერ პოულობ, საფუქარს სადადეთ. ლიფტის გვერდზე ეთევს. ლიფტის გვერდზე? აქ ჩამოკიდება მე, სად არის ლიფტის გვერდზე? არც მარჯვნიდან, არც მარცხნიდან, სოჩიკებიც ამოუთხარე. ამდენი ფაქტი არ მიძებნია რა ჯანდაბა. всё, ვიპოვი, აი აქ არის. მოიცა? всё. ესე იგი ეს არის. შემოვდივარ. შემოვდი, ფეხი წყალავდეთ ღმერთი. ვაიმე, რა ლამაზი. თოვლის ბაბუა მოვიდა. როგორ ახარ, ჩემო მეგობარო, რო იცოდე მე შენ რამდენი სათამაშოები მოგიტანე, მოიცადე? მოდი, აი ხა მოგცე მე შენ კარგი რაღაცეები მოგცე. აი და გემოვნე. მიქი, აი ეს შენ. ვაა. კიდევ უამრავი სათამაშო. აბა გილოცავთ. დამდეგ 2026 წელს ყოფილიყო ხვავის დოვლათის ბარაქის მომტანი, ჩემი ფეხი ყოფილიყოს კეთილი ამ ოჯახში და ყველაფერი სიკეთე, სიხარული დაგმედებოდეთ, ჩემო პატარა ანგელოზო. აი, გამოისუნთ, ერთი წუთი, გაჩერდი. შეგეშალა მისამართი, ძმაო. ხო ხედავ რა აქ მოსული ვარ უკვე სანტა. აი მე. რა ხდება გამოგები? მე მგონი მეორე კომპანიამაც გამოუშვა თოვლის ბაბუა და იმედია 10-ვი არ მოვა. იმედია 10-ვი არ მოვა. შეგეშალა, ძმაო. ერთი წუთი, ძმაო, რა მისამართი შეგეშალა, რატო ბოდიში. ბოტკოველი 13, მე-4 სადარბაზო, მეორე სართული, მარცხნივ მარცხნივ ლიფტი. ჩემი ხო ხელმარცხნივ. კი ბატონო. არა, ზო, რა შემეშალა, აქ ვარ. გილოცავთ, აი, ორი თოვლის აბა ბაბუა. ყოფილიყოს ეს წელი ჩემო გოგიტანე საჩუქრები, ჩემო პატარა მეგობარო. რა საჩუქრები, ბიჭო, გამოდი მეთქი, აქ შეგეშალა, ძმაო, მისამართი, ჩემი მისამართი აგერ ავა სადა, ხომ ვიყურებ, მოვედი აქ. რომ მოხვედა, მობოდა, ჰოუ კი არა. გევა რა და ვაკეთებ, საქმეს მუშაობ, ხო რა შემომივა. მეც მუშაობ, შემოძა, ადამიანი, გამოვიდა. ფიო, მრავალ ახალწელს. მოიცადე? ორი თოვლის ბაბუა მოვიდა? ისა, მა. არა, ჩემო პატარა დაიმახსოვრე, ორი თოვლის ბაბუა არ არსებობს. ერთადერთი და ნამდვილი თოვლის ბაბუა ვარ მე და ეს მოტანილი მაქვს. ის გააკეთე. აი, გამოდი ბიჭო, ერთ წუთი გარეჩე. გამოდი, ბავშვი აქ ვერ გელაპარაკე, გამოდი ერთ წამს. დაჯექი მე. გადი, ჰა. აი შემოვლენე ახლა. მოდი ერთ წამს, გამოდი. მე რა ვიცი. მე რამდენჯერ გითხარი, ბიჭო, ჩემი მისამართიებეთ, გეუნები და მაინც შესაძ აგძელებ აქ ჰოუ, რა გიდა, ბიჭო, ბოლო-ბოლო. ჩემო ხო გაჩვენე, ჩემი მისამართი. რაში მაინტერესებს, ბიჭო, რომ აჩვენ, რომ მოხვედი, ძმა, აქ რომ დაგხვდა უკვე სანტა, ხო უნდა მივხვდე, შენი ადგილი ეს ეგია. მე რა ვიცოდი, მინდა ხვდებოდა ადამიანმა, დამირეკა, გადავდე საქმე. რა საქმე გადავდე, მუშაობ, ძმა, პურის გული არის, მე ვარ დავდი. ჩემი პურის გული არა, გაგიგო.
დახოცეს. რა გავაკეთო, რო დახოცეს? გადი და გარშე. რა გავაშალო, რატო ხარფასულა ჯერ მაგათი. დახოცეს ერთმანეთი. რატო გააშველე, გადი ბიჭო. რატო უნდა გავაშველო? მე ის ხო არა. შენ გეშინია მე მგონი. გოგო რამ ხელები არიან? მოდი და ნუ შეგეშე და ორი ამხელა მუწუკი თოვლის ბაბუა რო ჭუბობს. ვაიმე, არ ვიცი, შემოიყვანე, ეხლა დაიხედე. რა გეხვეწებით რა ბავშვი დაიწყოს. რა ორი თოვლის ბაბუა და ჭუბობს და რა ხდება კაცო გამაგებინე. всё. გაიკეთე ძმაო, წვერი რა არის ეგ? კაი, ძმაო, ეხლა გავუგებრობა და ერთი წამი წვერი გაიკეთე. ვის გავიკეთებ, კაცო, ყველაფერს გავისურვებ. ბავშვი ეგონა თოვლის ბაბუა, ბიჭო. აბა, ჩემო პატარა, მოდი ეხა შენ ჩემთან. მოდი აქ დაჭერ. ლექსები მომიყევი, აბა როგორც ვიცი შენ ჩემთვის ლექსები გაქვს მომზადებული. ამას მოდი ჩემო პატარა, მოდი ლექსები მომე. რა გიგათ აბა რა გინდა ბიჭო შენ რა გინდა ბიჭო შენ ბოლო გამაგი აბა რა პაროდიებს ვიკეთებ ბიჭო აქ ჩემთან გითხარი მუშაობს მაგრამ მაცადე ხო ეგ მეც მუშაობს მოხდა შენ ნორმალურად ხე ბიჭო რა ხდება ბავშვია არ დამესტრესოს ხალხია რა ხდება რა ირმები დააბიქე მაგრია ყველაფერი დალეწეს გარეთ ყველაფერი რა ხდება აი და გვინდა ჭუბი გეხვეწებით რა აბა რანაირი რა ხარბა ერთადერთი და განუმეორებელი სტანტა ვარ მე შენ რითიმ ჯობი ხარ გამაგები რა რითი რამდენ შაურმა სჭამ დავნიში 10 შაურმა მე ღვინოს ამდესო რამდენსაც შენ გიდა 10 ფილტრას დავლე ხინკალს ამდესო 100 მე სანდაკი არა ღორი ხარ ჩვეულებრივი და კარგი ბავშვია ბიჭო დაენგრა ბავშობა ბიჭო შენ მოცემ ხორს ბიჭო მე შენ ბიჭო ისა არ შეგეშინდეს ჩემოფერია არა ესე ანაირი სანდაკი არა ჩვეულებრივი დედმაროზი ხარ კარგი ბიჭო მე ვარ ბიჭო დედმაროზი არც სანტახარ, არც დედმაროზი არ ხარ, მაგრამ ვაფშე რა გინდა წადი ხაჭაპური ლობიანი გამოაცხი აკეთე შენი სახე. რას დადიხარ ამ სანტას, ნო. მიხედე რა. რა გინდა ხაჭაპურსაც გამოაცხო თავის დროზე და ესე ყველაფერს გავაკეთე. ბიჭო, არ არის. ვაი, ჩემო პატარა ამ საჩუგარს არ მიაქციო ყურადღება, აგერ ჩემთვის ეს ყველაფერი არის ჩემთვის. მომისმინე თოვლის ბაბუა მოგიტანა საჩუგარი. ჩემო მეგობარო, ამას არ დაუჯერო არაფერი, ეს ნამდვილი თოვლის ბაბუა არ არის. კარგი ერთადერთი და განუმეორებელი თოვლის ბაბუა ვარ. როგორ თუ არა ვარ თუ. არ არის. ეს მართლა ვიღაც ნამდვილი ფუტკუნაბიძია ყოფილა. გაკეთებული საქმე. გაიგეთ შესსუკან და ბავშვი დააწყდა როგორც მორა ჩემოფერე. მოდი ჩემი სათამაშოების მამი აი ზელატოს მოგიტანე შენ ყველა. ზელატოსი აიღე შენ. კი, ზელატოს კიდე მოგიტანე. ნამდვილი თოვლის ბაბუა არა. აი მეორე აი შენ წავე რამდენიც კიდე. და შენ რა გონია ჩემო პატარა? ეს ნამდვილი თოვლის ბაბუა გონია არც არა. სპაინერ ერთი წუთი აბა ხელი რატო შეახვა ბიჭო დედა რატო ჩხუბობ ეს ამტები? აი წამი მამი არ ვიცი რა გჭირთ ბიჭო თქვენ გამაგები შეხებიდე და რა გჭირთ ბიჭო თქვენ რა დაიტრესა ბიჭო ბავშვი რა გჭირთ გამაგები ხელადადურია ძმაო შენი ბავშვი მაინც გაიგებს სიმართლე და ჯობია ეხავე იცოდეს და ნუ მიშინერ შენ კიდე ვახ ჩემი აუ ბიჭო მართლა მაგრამ მომი აუ აი მე დედა აუ ბოდიში ვაი აუ რა უქენი ბიჭო აუ არ მინდო გამოდი ადიქი რა უქენი მოდი არ უყუროდე ჩამილურჯდება გიყვეწებით ცივი გექნება და რა არ მინდო და ზედმეტი მომივიდა ბოდიში რა მეგობარო მართლა დედას რა გვაჩხუბებს არ მინდა არც სანტარ მოდი იცი რა ვქნათ პრაზნიკების მეტი რა გვაქვს ქართველებს მოდი გავიყოთ ის ახლით ახალწეს მე ვიქნებისა და ძველით ახალწეს შენი ბოდიში რა მარტო არ გეც ეს ძველით ახალწეს რატო უნდა ვიყო მაინდა მაინც რაც ბიჭო არა ისა ძველითაც მე ვიქნებოდი მაგრამ ძველით ახალწეს როგორც ყოველთვის რაჭაში მინდა ისევ რო შევხვდე რა ჩემთან იმიტომ რომ რაჭაში ბიჭო სხვანაირია ძველით ახალი წელი რა იცი რა არის ბიჭო იქ სხვა სიყვარულია ბიჭო რაღაცნაირად ბავშვი რა როგორ რაღაცა იცი როგორ რაღაცა იცისა ბიჭო იქ რომ მოდის თოვლი რომ დიდი ფიფქები რომ მოდის სახში ბუხარი ვიჩინა ბებია ჩემი ლობიანებს გამოაცხობს ალიკია გადმოვა ბიჭო ჩემი ბავშვის მეგობარი ანზორი კამოვა იქ ატყდება სიყვარული ბიჭო იქ ატყდება ბედი ჩემი სამოთხე რა არა ძმაო წავედი რა მე მართლა იქეთ უნდა შევხვდე ძველით ახალწეს და მაგიტო ვერ ვიქნები რა ამიყვანე თუ გიხვეწები რა იქნება რა ვიჩინა რა ალიკა რა ანზორა ერთი რა ლობიანი რა მოგენატრა ძველით ახალწეს სამოთხეში თუ ყოფილი
ანზურა სახლში წამოდი მე შენ აღდგინას ქალბატონო ერთი ორი ვაიმე დაგიბრუნეთ ორ დღეში ანზურას რა ვიცინა გონია ეს მიშიკო რა ვქნა რა ვიცინაო ხალო ხო, აი როგორც გითხარი ხო ბოლოში let it snow. ანუ სამჯერ უნდა ბოლოში, სამჯერ მეორდება. ხო, არ არის ეს პრობლემა. ანუ ვიმეორეთ ბოლოში სამჯერ. კარგი, ეხლა უნდა წავიდე. ჩემი მეგობარი მოვიდა რაღაც საქმეზე და თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე, არ მოგერიდოს. კაი, მოდი. გოგო, გავა თუ გინდა ისე ყველა ესაუბრები. არა, ფრენკ სინატრა იყო, რომ ტექსტი დამავიწყდაო ჩემი სიმღერისო და რაღაცას ივენთი მაქვს საიქიოშიო და ჩავაწერინე და გავახსენე უბრალოდ ეს დამთავრება ამ სიმღერის თვითონ. ხო, მითხარი, ვინ იყო? ფრენკ სინატრა. და შენ ესაუბრები საიქიოში, ფრენკ? აი, გაგიკვირდა, ჩემ თავს გაფიცებ? ანუ რა მთელი ცხოვრება ფრენკ სინატრას მე ვუკეთებდი არანჟირებებს. რატო გაგიკვირდა, ვერ მივხვდი. ხო, არა, მომენტ მართალი ხარ. ხო, საიქიოდან დამირეკა, სადღაც ნახშირღელედან ხო არა, შენც კიდე რა. არა, მართალია ხარ, თქვენ სხვა ურთიერთობა გქონდათ, ხო? ყოველთვის ასე. კარგი, მომიყევი ახლა ახალ წელს როგორ შეხვდი რა. ვაიმე, ცოტა ისე ვარ რაღაცა დაღლილიცი. რამ დაგღალა? აი ხა მოგიყვე. ესე იგი ძალიან ორიგინალური იყო ჩემი შეხვედრა ახალ წელთან. აიცი რატო? ჯერ წავედი ახალ ზელანდიაში. ხო. იმიტომ რომ პირველი ხო მანდ დგება ახალი წელი. იქ შევხვდი. მერე გადმოვედი აქეთ იაპონიაში, შემდეგ ავსტრალიაში, მერე იყო იქეთ პეკინი, დუბაი, მერე უკვე აქ შევხვდი და გუშინ შევხვდი ლოს-ანჯელესში. ხო, მაგრამ რამ დაგღალა? ვაიმე, რამ დამღალა? ეს დედამიწა ხო ნელა ბრუნავს. ხო და აი დედამიწის ზოზინმა აი არ ვიცი რა. სიკა გამაძრა რა იტყვიან. ძალიან ცუდი. შენ როგორ შეხვდი? ვაიმე, რა ვიცი, გოგო, გავისროლეთ რაღაც ეს ხლაპუშკები, მაპუშკები ხო ხდები, ნუ საკავოდ როგორი იცი, აი სამოქალაქო ბრუნვიდან რომ ამოღებულია ისეთი ხო ხდები. ხო, ჩვენც გავისროლეთ ჩრდილოეთ კორეაში დამზადებული რეაქტიული მაშხალები. ულამაზესი იყო. ხო, ნუ ახლა ჩვენც გავისროლეთ, ოღონდ როგორ რაღაც გავისროლეთ, იცი, არ ვიცი, სოკოს ფორმა ქონდა და სასწაულად გაიფანტა. ნუ აი არ ვიცი. აი მე რა სილამაზე იქნებოდა. ძალიან. და სად შეხვდი ახალ წელს? გოგო, მე თვითონ მარსზე ვიყავი. აი რა. მერე დადო რომ აი ზევიდან დამენახე ეს ფეიერვერკები დედამიწაზე. მართლა, მერე რა ქენი? არ ჩანდა. ვერ დავინახე. ხო, მაგრამ ნუ ძალიან კარგი იყო. სამაგიეროდ ისე კარგად გავერთეთ, ისე დავლიეთ, იმდენი დავლიეთ, რომ აი ჩემ კასკადიორს დღემდე თავი უსკდება რა. პახმელია ხო მაღაზე მაქვს გადაფორმებული და გაუსკდა თავი, მაგრამ ნუ რა ვქნა, ჩემო კარგო, გიხდი ხო? აუ მე კიდე ცოტა ნერვები მაქვს მოშლილი, იცი რაღაცნაირად. რატო და ის ბილ გეიტსი მომადგა მეკვლეთ, ქალო? აი რათ მინდოდა ბილ გეიტსი მეკვლეთ. რატო გაუღე კარი მე? რატო არ გააგდე? გოგო კომპიუტერი მქონდა გაფუჭებული. ხო და მოვიდა რომ შეეკეთებინა. თან 28-ში დაავურეკე და აი მაინდა-მაინც პირველში მომადგა და კარს ხო არ დაუხურავდი ახლა. ანუ ხაჯი ხო არ ხარ. ისე მეც ძალიან ნერვებზე ვარ მოშლილი რა. შენ რაღა დაგემართო და. ვამე ჩემშუს ვუთხარი რომ დედიკო წელს სანტა კლაუსი არ გვინდა მეთქი და ნუ ბავშვი ვერ შევაგნებინე. და რატო არ გვინდაო, რატო? რა გოგო, უთხარი? მომისმი ძალიან დაბერდა რა და აღარ შემიძლია ეს მოხუცი, ხვდები? ანუ აღარ მინდა რა და ახალ წელს აღარ არის ამ მოხუცის ადგილი, ხო ხვდები? აუ სანტაზე რა გამახსენდა, კიდე კაი რო ახსენე, დაიმახსოვრე ეგ სიტყვა. მოვალე ხლავე რა. მოიცა კაცო. ეს თივა რა თქინდა?
გოგო სანტას ირმები მყავს იქეთ და მშივრები რო არ მოვკვდნენ, ამიტომ ვაჭმევ ხოლმე 17 ოთახში მყავს იქეთ. ირმები? ირმები ხო, იცი რა სჭამენ? აი რა. აი გააგრძელე რას მიყვებოდი? თუ მეუყვებოდი. შენ ყვებოდი და მოყევი გააგრძელე. ანუ მემები მეც მოშლილი მაქვს თქო მაგას ვიძახდი. ესე იგი ჩემმა შვილმა ნუ ილუზიონისტი მინდა დედიკო რა. ახალ წელსო? ხო, ისი მაშორათი. მაინა საყვარელი. ავდექი და ლედი გაგა მოუყვანე. ხო და ეს გაგა გამოშტერდა რომ ანუ არ ვალო ილუზიონისტი მომღერალი ვარო ნუ მე რა ვიცი ეს აბრაკადაბრაკა რო ქონდა ეს რაღაცა სიმღერა ხო ილუზიონისტი მეგონა და მე მომღერალი ყოფილი ნუ გავაგდეთ მე კაცო სახე ხო აუ ეხა მოვიდა ჩემი სიყვარული აი ხა უნდა გაგაცნო პირადი ასტროლოგია აი რა გიждები ჩემო სიცოცხლე როგორ გახდა? აი მე როგორ მიყვარხარ? ხო ხარ. შენ როგორ ხარ? მოდი დაჯექი. შენ ძალიან ცუდი ენერგეტიკა გაქვს. რატო? ძალიან არ მომწონს. გავწმინდოთ. აი ესე ხედავს ყველა. მართლა ხო არასდროს. აი ეგრევე ნახე პირველი შემოხედავ ეგრევე იგრძნო და მე ყავას ხოდალე. აუ კი, ყავას დავლევ. აი ეს რა? ხელი არ მოკიდას ბეჭედს. სექსუალური ენერგეტიკით მოხს დატვირთული იქნება ამახიო ყველა. უი რა კაი არ მინდა აი ეს არის სასწაული კიმ კარდაშიანმა მირჩია აი გადის იმასთან კიმ მაგითხრა გიჟი კიმ მითხრა რომ აი პროსტაო ესა ქექე მოიყვანეო თუ გინდა რომ ცხოვრება ნახო და აი რა აი მეზიზღება კაი ეხა შემოგიტან ყავას მე შენ მიდი ამ რაღაც მინდა რომ კითხოთ ხო მე ვარ ჰოროსკოპით ანუ მერწყული და მაინტერესებს აი 2026 წელი როგორი იქნება ჩემთვის მერწყული ესე იგი მერწყული 20 იანვარი 18 თებერვალი ადამიანებს მოიცავს ესე იგი იცი რა არის შემოძვირფასო კარგი წელი იქნება მაგრამ თუ კონკრეტულად გაინტერესებს როგორი წელი გექნება ხო აი ეგ მაინტერესებს აი კონკრეტულად მაშინ შემოძვირფასო უნდა გადაიხადო 100,000 100,000 ხო 100,000 ბრამბავია 100,000 ეხლა თქვენ კი რამბავია კი არა ანუ არა გვაქვს ფული არა უბრალოდ ქეში არ მაქვს და ანუ ბარ არა გინდა გასესხებ თუ გაიჩუქე და ბარათი მაგრამ ქეშით არ მოцраობ და ეხლა ბარას ხო გამიტარებს ქექე ნუ ცხენია რა გჭირს გასესხებ თუ გინდა არა არ მცხენია უბრალოდ არ დავდივარ ქეში აი გამომართვე ვაიმე როგორი დაღლილი ვარ ნეტაიცოთ კაი, სად იყავი მოყევი? მაიკლ ჯექსონისგან მოვდივა. ეგ ცოცხალია? აი შენ საყევი ამ მასებს და მასების აზრებს ზოგადად ცოცხალია კი არა გოგო ანუ კონძულზე ცხოვრობს კაცი. აი რა. ხო, მე იმას ვქენი, მაშინ გაქრობა რომ უნდა და მე გავაქრე, მაგრამ ისე გავაქრე რომ აი იმენა ვეღარ ბრუნდება. აი. ვეღარ ვაბრუნებ, თან ყველანაირად ვცდილობ და თვითონაც უნდა? ხო. ზედმეტი მოგივიდა. ზედმეტი მომივიდა, მე არა, თვითონ მქონდა ეს ამბიციები და მე მთელი სული და გული რჩევ და ისე გავაქრე რომ ან კუნძულის არ ასწავლე დედამიწაზე. თვითონ ეს კუნძული სად არის, ეგ მეც არ ვიცი. თამე ჩვენთან აი მე რა სასწაული არ არის არა არა ჩვენ არ გვინდა კაცო გაქრობ. გამომაცალა ძალა მაიკლ. ხო. არა ჩვენ არ გაგვაქრობს ეხა კაცო ნახლობელია ხონება არ გამიქროს ეხა მეც მილიარდები ისა ქექე რა მე ცხოვრებაში რაც არ მიჭირს ფულია და მოდი დავიწყოთ ჩემს ზოდიაქოზე საუბარი ჩემი და ჩემი ქმრის ანუ მე ვარ სასწორი ეს კი იცი სასწორი და ჩემი მეუღლეა ვერძი აჰა რამდენად ბეწყობით ერთმანეთს ესე იგი შენ და შენი მეუღლე ვერანაირად ვერ ეწყობით ერთმანეთს ვერა ვერა აი მე აბა რა უნდა გინდა შეეწყო კი მაშინ უნდა გადაიხადო ჩემოძვირფასო რომ შეგაწყო ანუ რო გადავიხდი მე შემაწყო ეგრევე შეგაწყობ თუ უკვე ჩემოძვირფასო რაშია საქმე თუ გინდა რომ შეეწყო ვიზუალით 100,000 თუ გინდა რომ შეეწყო ვიზუალით და ხასიათით 100,000 თუ გინდა შეეწყო ვიზუალი ხასიათი და საწოლი 500,000 ეს შენთვის. ხო. კაი, მოდი ავიღოთ იყოს ვიზუალი და ხასიათი. კი ბატონო, ავიღოთ ვიზუალი და საწოლი არ მინდა. რას ამბობ, გოგო, საწოლი რატო არ გინდა? ვაიმე, ეგეთ უაზრობებში მე და ჩემი ქმარი დროს აღარ ვკარგავთ რამდენი ხანი. რა უცნაური. გოგოებო, ეხლა რაღაცას გეტყვით, მე ყველას ამას არ ვეუბნები. აბა,
მოკლედ, ნახეთ რაშია საქმე. ახალმა წლებმა ჩაიარა, ეხლა მოდის 9 იანვარი. 9 იანვარი არის ძალიან ენერგეტიკულად ძლიერი დღე. აი ვერ ყვება. აი მე ძალიან საინტერესო. რჩიო, უყურე, სუფრა იჩლება ოქროთი. იმედი ახლა ოქროს თეფშები გაქვს, ნერვები არ დამაწყობი. ჩვენთან იშლება ოქროთი თუ თქვენთან? უყურე, თქვენთან ოჯახებში იშლება ოქროს სუფრა. შემდეგ სუფრას ცოტას რომ მიირთმევთ, გამოგაქვთ $100,000 ქეში. დადებთ შუაში. მირე წვავთ ამ ქეშს. რო იცოდეთ, წვავთ, ოღონდ თქვენ არა. აბა? მირე ყავთ. ქექე, გამოდი, გამოვარდები ამ $100,000 მოვკიდებ ხელს, მე წავიღებ, მე სპეციალური ადგილი მაქვს, სადაც ამ ყველაფერს დავწვავ. კი ბატონო, წავუკიდებ ხელს, ეს კვამლი ამოვა, წავა კოსმოსში. იქ კოსმოსში რაღაცა ენერგეტიკები დატრიალდება და გამოგზავნის ენერგიას. მე ამ პატარა ცელოფნის პარკში შემიძლია ეს ენერგია დავიჭირო და მოგიტანოთ სახში მოგირბენინოთ. კარგით რა, აი რა მარტივია და რა მარტივი პროცესი. შეფუთვათ შემიძლია, მაგათ ეხა ცეცხლოვანი ცხენის წელი მოდის და შემიძლია ცეცხლოვანი ბანტით შეგიფუთოთ. ბანტი ფასიანია. 15-ში გაგიკეთებთ თქვენ. აჰა, კაი, იყოს მაშინ ბანტი. მე დაპატიჟე ბანტი. არა, შენ რატომ უნდა დამპატიჟე, რომ ანუ მე არ მაქვს. არა, მე დავპატიჟებ, იყოს 2 ბანტი გაუკეთეთ. კარგი, ანუ მოვრჩით. კი ბატონო, მოვჭით და დღეს 90,000 გამატანეთ ბეს სახით და მე დანარჩენს მივხედავთ ენერგიებით. იცი რა, მიეცი შენ და მე ხო ქეში არ მაქვს და ისა ამ წუთში აი ესე ფიზიკურად არა, მაქვს ეს ხარო რა გაქვს თვითონ ეს არ დავდივარ. 90,000. არა, 1 წუთი უყურე ჩემო ლამაზო, მე რომ მიბარებ და მოვდივარ აქ, მე მგონი რომ გამზადებული არა, ჩვენ ქეში თამე. არა, მე ვიფიქრე რომ ლაპარაკო ბრა, ტუჩებზე რა გისვია, საერთოდ ცხვირამდე გაქასული ეგ პამადა. ამის შენ დაბიო, ჩვენ ქეშით არ დავდივართ და ბარათით ანუ მოძრა. ჩაგირიცხავთ. თქვენ ახლა დაფერისტები, მეზიზღები, ჩვენ გადმოხარდილი რო გაქვს, აი ბანყლები, კაცი ვარ, ხო მგონი? უი რაღაცა. კაცი ვარ და რა თვალი წამიწდა. კარი რომ მიყურებ კაცო რა. იცი როგორ ნებლავებს, თქვენ არაქალები ხარ. თქვენ ხართ აი დედასოფიცა ვარ, აი ხა მე ამ ყველაფერს თამახს ჩვენ არ გაპატიებ, იცი? აიმე, არა, აბა კაი წელი გექნება. მეზიზღები, პოტა მაგრამები და მომაპოვები. აი ხელი გაუშვი შე დეგენერა. ეს ამაგ უღიზიანდები რომ მომაპოვები. ხა ჩემი სახლიდან. გადი ახლა. ჩქარა. გაკახბავებულები ესენი. ადი აქედან. გადი. ვამას უყურე ერთი, კიმ კარდაშიანს დაურეკოს უდედა უნდა ვაგინო რა. ჩემი ბრალი არ არის. რა არ არის შენი ბრალი? გაზამაბარებინე ხა ფული თუ არ ქონდა. ვის არ ქონდა ხალო? შენ არ გაქვს ფული, ჩემი 35 ლარი გაქვს, ვალი ახლა პირი არ გამაგებინო რა. ო, მართლა. ვაიმე. გაგვეზარდა ეგო? დიდი ხანია გაზდილი. დიდი ხანია მეორადებში ნაყიდ ტრუსიკებს აღარ ვიცომთ. ვაიმე, ხალო, შენ დაბიო, შენ სართიჭალის პომიდურის ჩითილებით რო სულ დგმურობ შენ. ზამთარში კიდე ჩულაკში ჩამოკიდებული ღორის სალარო გაქვს და თხლათ აჭრი და პულზე ადებ რო გადააგორო დღეები შენ. დიდი ხანია ნავთლუხის ბაზარში კარტოფილს და ხახვის აღარ ყიდი ესე ჩულკებში? დიდი ხანია. შეგენერატო, მე ჩულკებში ხახვი და კარტოფილი მაინც მაქვს და შენ ეგეც არა გაქვს შედეგენერატო და სოფელში ძაღლებისთვის გადაყრენ ძლებს რომ ღიღნი ხორმე რომ ნიჟბი ხორცი ბორში გააკეთო. ვაი. ძაღლების ძლებით. დიდი ხანია რწყილები მოვიშორეთ? ჰა? და ისა დუშკაბინა რომ ნანახი არა გაქვს საერთოდ და ისევ ბაბუაშენის რაღაცა ლახანკაში ბანაო. ეხლა გაიმეორე რა თქვი? გაიმეორე ეხლა რა კიდე რომ ბაბუაშენის ლახანკაში ბანაობ მეთქი, ქალო. აი რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ბაბუაშენის ლახანკა ჩემთვის წმინდაა და მაგაზე არ ნახომ რა დგა. ხო გითხარი ცხოველა? გოგო, გეწყინა? ხო გითხარი წმინდა ლახანკა არ ახსენეთკა? კაი, დამშვიდი, არ მინდა. კაი, მაპატი. აღარ გიხსენებ ლახანკას. აღარ გიხსენებ არასდროს. ვაიმე, პანიკური შეტევა აქვს. მოდი, გეხვეჭე. ვაიმე, მაპატიე.
იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.